მიაში გაიმართა. ღონისძიებაზე რადიობიოლოგიის, რადიაციული ფიზიოლოგიისა და რადიაციული ეკოლოგიის დამაარსებლის შესახებ მოხსენებები მისმა კოლეგებმა, ოჯახის წევრებმა და სხვა მოწვეულმა სტუმრებმა წაიკითხეს. როგორც ცნობილია, კიაზო ნადარეიშვილმა სამეცნიერო მოღვაწეობისას ნეირობიოლოგიაში, რადიაციულ კარდიოლოგიაში და ბიოსამედიცინო კვლევების მეთოდოლოგიაში რიგი ორიგინალური მიმართულებები შექმნა. იგი დაჯილდოვებული იყო სახელმწიფო ორდენებითა და ჯილდოებით, მათ შორის კოსმოსის კვლევებში განსაკუთრებული წვლილისთვის. ეს არის არაჩვეულებრივად მნიშვნელოვანი დარგი თანამედროვე ბიოლოგიის, სადაც რადიოლოგია არის წამყვანი მეცნიერება და რასკურელია დღეს მედიცინას და თანამედროვე ფიზიოლოგიას დიდად არის დამოკიდებული სწორედ აი ამ რადიოლოგიის განვითარებაზე და მის გამოყენებაზე. ჩემთვის უდიდესი პატივია, რომ დღეს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულმა აკადემიამ გადაწყვიტა და აკადემიკოს კიაზო ნადარეიშვილის ხსოვნის საღამო მოაწყო, რათა მისი ღვაწლი, მისი სამეცნიერო დანატოვარი კიდევ ერთხელ გაიხსენოს და განიხილოს და ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია კიდევ რა პერსპექტივები გაუჩნდა ქართულ მეცნიერებას, ქართულ რადიობიოლოგიას, ქართულ რადიაციულ ფიზიოლოგიას იმ კუთხით თუ მისი დანატოვარის განვითარების და მათი პერსპექტივის შეფასება.